ზარალი ხედავთ რომ პანიკი განადგურებული არის, არანაირი ადგენის აღარ ექვემდებარება, შები აღარ აგზეთ. განადგურებულია მთლიანად. იგივე სახლის სახურავი არის დაზიანებული. წყალი როგორც გაერთაწვიმს, ისე ჩამოდის შიგნით, შეფერს დაამტრია. წეგან ნახეს, გადაიღეს სურათები და ძალიან უკიდურეს მდგომარეობაში ვარ და ვითხოვ დახმარებას და ვინ დამეხმარება, შეიძლება არ ვიცი. განცხადება მერიაში დაწერილი არის და მუნიციპალიტეტში დაწერილი არის. ჯერ განვიხილავ და მერე მოვლენა და შეამოწმებენ ამ მასაო და აბა რა ვიცოდი სამურენი. ყველა ვარიანტში მე მინდა დებართვა რომ სახურავი მაინც შევცვალო რომ წყალი არ ჩამოვიდეს. გუშინ 19 აგვისტოს საღამოს საათებში მოსულმა ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ მთლიანად გაანადგურა ჩვენი კარნიდამო, გაანადგურა საათბური, სადაც ჰქონდა დათესილი 2000 დარგული 2000 ძირი ვარდი, რაც იყო ჩვენი ოჯახის შემოსავალი. თითქმის ფიზიკურად ყველაფერი განადგურებულია. ასევე ეზოში ხილი, ყურძენი, რომლითაც ოჯახი ასევე ირჩენდა თავს. ჩვენ ვიყოფით ახლა კაიროს ქუჩაზე, გუშინ სტიქია დაატყდა თავს სამგორის რაიონს, იყო დიდი სეტყვა, სადაც დაზარალდა ოჯახები, პრაქტიკულად მათ გაუნადგურდათ სათბურები, სადაც ჰქონდათ ვარდის ნერგები, იყო დათესილი კიტრი, მოსავალი, რომელიც ამ ადამიანებს თავარი შემოსავლის წყარო იყო პრაქტიკულად. მათ მიმართეს ხელისუფლების წარმომადგენლებს, მაგრამ სამწუხაროდ არავინ არ დაინტერესებულა. ჩვენ მოვითხოვთ, რომ დროულად იყოს აღწერილი ზარალი და ანაზღაურებული ამ ადამიანებს და ამ ოჯახებს საუბარია დავითაშვილების და ჯავახიშვილების ოჯახზე და ბუნებრივია ძალიან ბევრი ადამიანი დაზარალებული. ის ხეხილის ჩვენი არსებობის ეს სათბური სახურავის